გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის დრო და გადაცემას გაუძღობი მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრები, პოლიტოლოგები გიორგი ირემაძე და ირაკლი უბილავა. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში და დღეს რამდენიმე საკითხზე ვისაუბრებთ. პირველი იქნება რა თქმა უნდა ის გამოხმაურებები, რაც მიმდინარე კვირაში საკმაოდ ისეთი უნებათაღელვა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი თურქეთში და შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ამ აჟიოტაჟის მთავარი, ასე ვთქვათ, გზავნილი ის იყო, რაც გავიგეთ თურქეთის პრეზიდენტის ბაგეებიდან, რომ თურქეთი ითხოვს საქართველოში ეგრეთ წოდებული თურქი მესხების რეპატრიაციას, ან შეგვიძლია ვთქვათ რეალურად მესხეთში მცხოვრები თურქების, რომლებიც თავის დროზე ცხოვრობდნენ 44 წელსში გასახლებამდე და აგრეთვე ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უჭირავს დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ალიასკაზე იმართება, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, სადაც ძირითადი საკითხი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი და თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ამ ომის დასრულება. თავდაპირველად, რადგან ვახსენეთ ის საკითხი, რაც საქართველოში საზოგადოებას აწუხებს, აქვე ვიტყვით, რომ ამ თემას გამოხმაურება მოყვა არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც მოყვა გამოხმაურება, კერძოდ ტასის სააგენტო ტასში შედგა ინტერვიუ პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანსა და ამერიკელ ექსპერტ ანალიტიკოს ყოფილ სამხედრო ძვერავს და საზღვაო ფეხოსანს სკოტ რიტერს შორის, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ იყო, თუმცა სკოტ რიტერმაც დაუთმო ამ საკითხს გარკვეული მონაკვეთი თავის ინტერვიუსი, სადაც ის საუბრობს სწორედ ამ თემაზე, ამ ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ თურქეთში და მე რეჟისორს ვთხოვ, სანამ გადავალ რესპონდენტებთან შეკითხვებით, შეგვიძლია ვიხილოთ ეს ინტერვიუ, რამდენიმე წუთიანია, ეს ამონარიდია ამ ინტერვიუდან და შემდეგ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ გაშლილად ამ თემასთან დაკავშირებით. Почему грузинский президент поехал и был в Турции? Потому что допустим, мысль о том, что грузины попросили, чтобы грузинский президент был сначала на одной могиле, а потом уехал в Турцию и поклонился, оставил цветы на другой могиле. То есть мы понимаем, что вроде бы это хорошо, но с другой стороны общение вызывает вопросы у грузинов. То есть если и есть давление на Грузию, если вы не будете делать то или вы не будете делать, то получится то или то. То есть есть почва для конфликта. Зачем грузинскому президенту это делать? Потому что есть внутри силы, которые давят на него. То есть когда грузинский президент едет в Стамбул, то есть там нет у него никакого бизнеса, нет никакой работы. Это немножко, можно даже сказать, с моей точки зрения, как предательство грузинского народа. Он что, продал Аджарию туркам? Что сказать о том, что вот армяне или азербайджанцы говорят, что у них есть какая-то часть на грузинской земле? То есть когда мы открываем вот эти двери, если вы откроете кому-то дверь, вы потеряете всю страну. То есть мы задаемся вопросом, а что, грузинский президент сдал Грузию? Где был премьер-министр? Потому что со всем уважением к президенту, когда я читаю Конституцию, он фигура, он глава государства, но он не та власть правительства. Почему президент был там? Президенту сказали, премьер-министр дал ему такой указ полететь в Турцию. То есть есть определенные дела иностранные, но мы должны понимать, что президент принимает указы от премьер-министра. И мы задаемся вопросом, где был премьер-министр, а где теперь был грузинский народ? И когда грузинский народ вышел на улицы, когда Запад попытался, чтобы вы приняли в своей стране те ценности, которые не являются ценностями Грузии. Я видел, сотни тысяч вышли на улицу.
Почему сейчас люди не выходят на улицы и не говорят? Почему? Неужели вы хотите потерять Аджарию? Ну давайте тогда всю Грузию отдадим. Почему тогда все не будут называться грузинские турки? Так называют. Ну, извините, я очень эмоционален. Знаете, вы знаете, я не злой человек. Я люблю грузин, и я дружу с ними, но мне не нравится поведение грузинского президента, и мне очень хочется сказать грузинскому народу, что проблема состоит в Западе. И я с грустью это говорю, потому что я американец. То есть вот эти все акты, все законодательные акты, которые создавались для того, чтобы уничтожить Грузию, предать ее ценности, предать ее культуру, наследие, родину. Это вот то, что пришло с Запада. А что предлагает Россия? Они предлагают руку дружбы, дружбу саму. И нужно грузинам взять и пожать эту руку. Запад не смог сделать революцию. Запад не смог открыть второй фронт, задействовать Грузию в этих всех санкционных своих ситуациях. Но теперь вот действует таким образом. Теперь я думаю, что Грузию шантажируют совершенно по-другому. И опять же, мы ничего против не имеем турков. Турки наши соседи, азербайджанцы наши соседи. Соседи не выбирают. Соседи от Бога соседи. Но опять же, наша православная Грузия должна, конечно же, быть ближе к России. Конечно же, сейчас в Грузии задействуют пятую колонну, которая будет говорить, что это нормально, надо вернуть турков-месхетинцев. Конечно же, там есть мягкая сила, конечно же, там сейчас проснутся все блогеры, все эксперты и ведущие. Они начнут говорить, что это нормально, так надо делать. Эти обязательства были взяты еще в 1999 году на Совете Европы. Но еще раз повторюсь, нам нужно сначала решить наши проблемы, наши вопросы безопасности. Кто отвечает сегодня за безопасность Грузии? Никто. У нас самая маленькая армия в регионе, самая малочисленная армия. Меньше всех вооружений у нас в регионе. А почему, знаете? После 2008 года, после провокации, которую устроил Саакашвили, по, значит, приказу Госдепартамента нам запретили закупать оружие. И вот мы остались без оружия, без стратегического партнера Америки. У нас нет стратегического партнерства. Как вы знаете, несколько месяцев назад Америка в одностороннем порядке вышла из этого партнерства. То есть мы сегодня практически одни. И да, мы ждем, что Россия, что будут сделаны заявления и будут конкретные шаги со стороны России. ხო, ну ეს იყო ამ ინტერვიუდან მონარიდი, საკმაოდ ისეთი ვრცელი, სადაც ეს ამერიკელი ანალიტიკოსი სკოტ რიტერი საუბრობს თავის პოზიციაზე და იმ ხედვაზე საქართველოსთან მიმართებით და იყო განხილულია ეს უკანასკნელი ვიზიტი, რომელიც შედგა თურქეთში. ძირითადი თემა ეს არის აი ამ მესხეთელი თურქების შესაძლო ჩამოსახლების პერსპექტივა. გიორგი, მოდით თქვენით დავიწყოთ. მამუკა ფიფიამაც გაამახვილა ყურადღება თავად მისმა სტუმარმა, ამ სკოტ რიტერმა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, როგორ შეიძლება გავაანალიზოთ ერდოღანის ის განცხადება, რომელიც გაკეთდა თურქეთში? ეს იყო უბრალოდ შიდა აუდიტორიისთვის ნათქვამი, თუ მას მართლაც გამოუჩნდა ასპარეზი თურქეთის რეგიონში მოძლიერების შემდეგ და ეს ყველაფერი იწყება ყარაბაღში 44-დღიანი ომის დასრულებისთანავე. რატომ უნდა დაკარგოს თქვა შანსი? როგორც ჩანს, ახლა აქვს სწორედ ეს დრო, სადაც ყოველივე ის ჩანაფიქრი, რომელიც მას აზრად ჰქონდა, ან სურს რომ განხორციელდეს, იპოვა, ასე ვთქვათ, კარგი მომენტი. თქვენი პოზიცია როგორი იქნება, რას უნდა ველოდოთ, მოყვება თუ არა ამ მოთხოვნას რაიმე სახის გაგრძელება თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. იცით რა არის ამ ესე იგი ერდოღანის განცხადებას, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ანკარაში. ეს იყო ძალიან ასე ვთქვათ სკანდალური განცხადება, აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ და მართლაც ძალიან შემაშფოთებელი არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩადის თურქეთში და ამ დროს თურქეთის პირველი პირი აკეთებს მსგავს განცხადებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ერდოღანი აგრძელებს და მიყვება იმ პროექტს, რასაც ქვია დიდი თურანის პროექტი, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არა მარტო ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვისაც და რეგიონში სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ირანისთვის. და ესე იგი თურქი მესხების დაბრუნება საქართველოში შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ ესე იგი ერდოღანის პროექტი, რომ მათ შორის ბულგარეთთან მიმართებაში, სირიაში და სხვა მის მეზობლებთან მიმართებაში არის იგივე პოლიტიკის გატარება, რომ გადაჩასახლების შემდეგ იქ თურქებისა კონკრეტულ ტერიტორიაზე შემდეგ მოხდეს ამ ტერიტორიის მიერთება თურქეთთან და იმ დიდი თურანის პროექტის გაგრძელება, რასაც მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე სიტყვაზე შეიძლება მოყვეს სამხრეთის რეგიონების დაკარგვა და მათი გეგმით დაკავშირება თურქეთის და აზერბაიჯანთან. იგივე მცდელობა არის სომხეთთან მიმართებაში ზანგეზურის კორიდორის სახით და შესაბამისად ეს არის ჩვენთვის ძალიან სახიფათო. ჩვენ ახლა ვნახეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ნაწილი, დიდი მადლობა სტუდია სოლიდარობას ამისათვის. მე უბრალოდ მინდა დავამატო ის, რომ რაც არ იყო გაჟღერებული ბატონი მამუკა ფიფიას მხრიდან და სკოტ რიტერის მხრიდან, აქვე ვიტყვი, რომ ესე იგი ბოლო რამდენიმე დღე არის მოსკოვში მიმდინარეობს შეხვედრები, იმის პარალელურად რომ იგეგმება ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დღეს ალიასკაზე, ასევე მიმდინარეობს ამერიკელი და რუსი ექსპერტების შეხვედრები და გასჯა იმ საკითხებისა, თუ რა მოცემულობა არის დღეს და რა გეგმები და პერსპექტივა არის უახლოეს მომავალში. მოგეხსენებათ, რომ სკოტ რიტერი იყო გაეროს ეგიდით ექსპერტი სამხედრო შეიარაღების მიმართულებით, შემდეგ ის აქტიურად გამოდიოდა 2003 წლიდან, ესე იგი შეერთებული შტატების მილიტარისტული და სამხედრო ექსპანსიის პოლიტიკის წინააღმდეგ, როგორც ერაყის ომის წინააღმდეგ, ასევე მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ და უკრაინის მილიტარიზაციის წინააღმდეგი იყო, ასევე აკრიტიკებდა როგორც ბაიდენს, ასევე ტრამპს და შესაბამისად ის იყო მშვიდობის მომხრე და აქედან გამომდინარე რუსეთშიც არის დაინტერესება ამ ადამიანის მიმართ, როგორც რიგითი ამერიკელი პატრიოტის მიმართ და რომელიც აქტიურად გამოდის ამ მშვიდობის პოლიტიკისა. ამიტომ აქ იყო შეხვედრა, ესე იგი რუსეთში არის ასეთი გაერთიანება ეროვნული ერთობის კლუბი, სადაც ერთიანდებიან დეპუტატები, პოლიტიკოსები, მათ შორის სამხედრო ექსპერტები და ბატონი მამუკა ფიფია, ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანი, რომელმაც აი ამ შეხვედრების დროს იქ იყო, ესე იგი საერთო ინტერვიუ, იქ სამხედრო ექსპერტიც იყო რუსეთის მხრიდან კლინცევიჩი, ბატონი მამუკა და სკოტ რიტერი, ასევე ცალკე ინტერვიუ ჰქონდათ, ერთობლივი ინტერვიუ, რაც ეხლა ვიხილეთ და იქ გაჟღერდა ძალიან საინტერესო განცხადებები. ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ აი ამ ესე იგი რაც არ გაჟღერდა, უბრალოდ მინდა რომ ამას ხაზი გაუსვა. ესე იგი თურქი ეგრეთ წოდებული თურქი მესხების, მესხები არ არის, უბრალოდ თურქები არიან, მათი დაბრუნება საქართველოში და რა დგას ამის უკან, ხო, რამდენად სახიფათო არის ეს და ჩვენს რეგიონში, საქართველოში კონკრეტულად, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ყავს და ძალიან ასე ვთქვათ, სახიფათო იქნება მსგავსი ნაბიჯები და ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები, ხო? და ერთ-ერთ
ბრიფინგზე, მათ შორის ტასში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ძალიან ბევრი რუსი ექსპერტი ესწრებოდა, მათ შორის დეპუტატი ანდრეი გუგარულოვი, ასევე გენერალი, რომელმაც განაცხადა, რომ ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო აბსოლუტურად დაცული და საბჭოთა კავშირს გამოყოფილი ჰქონდა ანუ სისტემა თავდაცვისა უზრუნველყოფდა საქართველოს აბსოლუტურ უსაფრთხოებას და ანუ ეს იყო მესიჯი რუსეთის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გენერლის მხრიდან, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხო? და რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა იყოს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ასევე სკოტ რიტერმა საინტერესო განცხადება გააკეთა იმ მიმართულებით, რომ ესე იგი რუსეთი როდესაც გიწოდებს ეს მეგობრობის ხელს, უნდა ასე ვთქვათ, შენც უნდა გადადგა ნაბიჯები და ახლა მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ასე ვთქვათ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე, კონკრეტულად შეერთებულ შტატებზე, აი ეს მაგალითია იმისა, რომ ამერიკელი პატრიოტი, რომელიც იმყოფება მოსკოვში და ცდილობს დაალაგოს მისი ქვეყნისა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ჩადის მოსკოვში და მართავს შეხვედრებს, იქიდან მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ასე ვთქვათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი აზრით, ხო? და ესე იგი, მან განაცხადა, რომ იმისათვის, რომ დაალაგდეს საქართველოში ის სიტუაცია, რაც ქართული ხალხის და მთავრობის ინტერესი და მიზანი არის, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ხო? ის ამბობს, რომ ამისათვის საქართველოს ხელისუფლების, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და გამართონ ამასთან დაკავშირებით დიალოგი, ხო? ეს არის ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელის პოზიცია, ხო? და ამას მაინც ხო უნდა გაითვალისწინონ ქართველმა, არ ვიცი, ლიბერალები იქნებიან ეს, არალიბერალები, მათ შორის მთავრობის გასაგონათაც თქვა, ხო, ამ კაცმა და ასე ვთქვათ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის პოზიცია და რა თქმა უნდა, ბატონმა მამუკა ფიფიამ რაც განაცხადა ბრიფინგზე, რომ ესე იგი უნდა დაიწყოს დიალოგი, ეს აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, რასაც უნდა მოყვეს ლოგიკური დასასრული ის, რომ ლოგიკური გაგრძელება ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დამყარდეს სამოკავშირეო ურთიერთობები, რაც ჩვენი პარტიის პოზიცია არის და ყოველთვის საუბრობთ ამაზე და ამის გარეშე ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები ვისგან უნდა მივიღოთ, ხო, თუ არა რუსეთისგან. ეს არის ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხი და ეს არის ლოგიკური დასასრული იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, რუსეთთან დიალოგის მიმართულებით და მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ აი ეს ნაბიჯები გადაიდგას. კი ბატონო, ახლა თქვენ ლიბერალები ახსენეთ და სხვათა შორის აი ამ ერდოღანის იმ განცხადების შემდეგ მაგალითად მათი პოზიცია არ ჩანს, არ ისმის. აქ საქართველოში ყოფილი ლიბერალები ვიგულისხმე, რომლებიც აქტიურად პროდასავლურ პოზიციაზე არიან. რატომღაც ხმას არ იღებენ და ესეთი მკაფიო გამოხატულება პოზიციისა არ ქონდათ თუნდაც აი ამ განცხადებაზე, რის შესახებაც ჩვენ საუბრობთ, აქ იგულისხმება ეს ამ თურქების გადმოსახლება საქართველოში, მესხეთ თელი თურქების და ირაკლი თქვენთან გადმოვალ ასე კითხვით, აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც საუბარია რეპატრიაციაზე, გასაგებია რომ საქართველოს აქვს აღებული ეს ვალდებულება ვიდრე 1999 წლიდან. და ახლა საარქივო მონაცემებით და დოკუმენტაციით ცნობილია, რომ მაშინ 1944 წელს იყო გასახლებული დაახლოებით 80,000 ადამიანი. 44 წლიდან დღემდე გასულია 81 წელი. იმ ხალხისგან, ვინც მაშინ გაასახლეს, ცოცხალი ფაქტობრივად აღარავინ აღარ არის, თუ არ ჩავთვლით 1 ან 2 წლის ჩვილ ბავშვებს, რომლებიც თან ახლდათ გასახლებულებს. ეს პროცენტი მე არ მაქვს ამის შესახებ ახლა ინფორმაცია, რამდენი იყო ესეთი, ასე ვთქვათ, ჩვილი ბავშვი ამ ოჯახების ხელთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ეს ხალხი აღარ არის სახეზე. აქ შესაძლოა იყოს საუბარი მხოლოდ მათ შთამომავლებზე, რითაც დასტურდება, რომ მართლაც მათი ბებია, ან ბაბუა, ან მამა, ან დედა
იყვნენ გადმოსახლებულები, უпростоროდ საქართველოსდან იყვნენ გასახლებულები, ძირითადად ხდებოდა ეს შუა აზიაში. შუა აზიის რესპუბლიკებში. დავიწყოთ იმით, აი თქვენ რა პოზიცია გექნებათ ერდოღანის აი ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით და ასევე საინტერესოა ჯერჯერობით არ ჩანს მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უბრალოდ იქნა მიღებული ცნობად თურქეთის ხელისუფალის პირველი პირის ეს განცხადება. არც ის არის მართლაც გამორიცხული, რომ ერდოღანმა ეს გააკეთა შიდა აუდიტორიისთვის. ვინაიდან მასაც ახლა турბულენტური ვითარებაა თურქეთში, იქ ინფლაციური პროცესებია, არ აქვს მარტივი მდგომარეობა, ეკონომიკის თემაც დგას, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა დღის წესრიგში? ახლა მე გავკადნიერდები და ვიტყვი, როდესაც ეს ვიზიტი დაიგეგმა, ესე მეზმანა ვიფიქრე, რომ აი არ წამძლია ერთგვარად სულმა, რომ სოციალურ ქსელში დამეწერა, რომ ახლა იქნება მოთხოვნა ამ თურქი მესხების გადმოსახლებისა საქართველოში. უბრალოდ ესეთი ქონდა ამის წინათგრძნობა, რომ შესაძლოა ეს საკითხი დამდგარიყო. ხო და აი ფაქტის წინაშე ვდგავართ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით რაიმე პოზიცია არ დაფიქსირებულა. თუმცა სოციალურ ქსელებში, გარკვეულ ინტერვიუებში, თუნდაც იმ ხალხისგან, ვინც ასე ვთქვათ, კონსერვატიულ ხედვებს უფრო იზიარებს, ვიდრე ამ ლიბერალურ ხედვებს, მათი მხრიდანაც ისეთი ორაზროვანი განცხადებებია. ვითომ არც არაფერი, ნორმალურია ერდოღანის მხრიდან ეს მოთხოვნა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი პოზიცია? თქვენ ძალიან კარგად დაიწყოთ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რატომ დუმან ჩვენი ლიბერალები და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი ამ თემის წამოწევა დღევანდელ საქართველოში. და რა მომავალშიც მე მაშინ დარწმუნებული ვარ, ძალიან წამგებიანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის. ამიტომ მეც მყავს ბევრი ნაცნობი ამ ლიბერალურ წრეებში, ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, რომელთა საგარეო პოლიტიკური ორიენტირები მიმართულია დასავლეთისკენ და საერთოდ გაჩუმებულები, გაყოსულები არიან. არც დადებით, არც უარყოფით კონტექსტში. თუმცა ეს იმდენად არაპოპულარულია თურქული თემა, მათ ირჩიეს ეს პოზა დაიჭირო რა. თორე რეალობაში ისინი თავიანთ საუბრებში, ურთიერთობებში არაერთხელ გამოსულან სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებში და განუცხადებიათ, რომ თითქოს თურქეთი არის რაღაცა სეკულარული სახელმწიფო, მოდერნისტული სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირისკენ, ნატოს წევრია, რაც თავარია. და შესაბამისად თურქეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნება და შესაბამისად თურქეთის მოკავშირეობა როგორც მომგებიანს ისე წარუდგენს საზოგადოებას. თუმცა ეს ხალხი არ ფიქრობს იმაზე, რომ დღეს კი შეიძლება იყოს სეკულარული, თუმცა დიდი თურანის პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში მე ეჭვმეპარება თურქეთის სეკულარული სახელმწიფო დარჩეს. ჩვენ ვიცით რა 78-ში ხო თუ 79-ში შახრეზა მოდერნისტული სახელმწიფო იყო, დღეს კი ისლამისტურია. კაციშვილმა არ იცის ვინ მოვა ხელისუფლებაში თურქეთში და რა პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია საითკენ წავა. რა თქმა უნდა, რაც შეეხება თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერდოგანს შეიძლება შიდა აუდიტორიისთვის არის, თუმცა როდესაც ქვეყნის შიგნით ნებისმიერ ლიდერს პრობლემები ექნება და განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოს წარმოადგენელს, მისი პოლიტიკა საგარეოზე გადაერთვება ხოლმე. რაც შეეხება ზუსტად ამის ნაწილია ერდოგანის განცხადება, ხო, ამ თურქმესხებთან დაკავშირებით. თურქებთან დაკავშირებით, მესხეთის ტერიტორიაზე ცხოვრობ თურქებთან დაკავშირებით. და ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი და რატომაც არა, რატომ უნდა მოახდინოს რეალიზაცია ამ პროექტის, რატომ უნდა განახორციელოს. ჩვენ ხედავთ ხა ვინმე წარმოგედგინათ 1-3-4 წლის წინ სომხეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა? პროტურკული, პირდაპირ ვთქვათ რა, პროტურკული პოლიტიკა. მაგრამ ცდილობები იყო. თუ გახსოვთ ჯერ კიდე დაახლოებით 10 წლის წინ ამერიკელები აკეთებდნენ ზონდაჟს, ეგრეთ წოდებული მადრიდის შეთანხმებები. კი ბატონო, ყველაფერს აკეთებდნენ. ბოლო მომენტში როგორ მოხდა სომხეთის მხრიდან დისტანცირება
და ყველანაირად ცდილობდნენ გადაეწყვიტათ ამ ყარაბაღის საკითხი, თუნდაც იმ უფლებით, რომ აზერბაიჯანი მაშინ ითხოვდა თუ კი გარკვეული პერიოდის შემდეგ 10 ან 20 წლის შემდეგ დამდგარიყო სტატუსის შესახებ მსჯელობა, მაგრამ ჯერ მიეცათ უფლება აზერბაიჯანელების იქ დასაბრუნებლად. სომხეთმა ბოლოს თავი შეიკავა. ანუ ამერიკულ მოედანზე იყო იმის მცდელობები, რომ კავკასიაში, მოდით ასე ხატოვნად ვიტყვით, ცხვირი შემოეყოთ. რა თქმა უნდა. და მათ ფუნქციას ასრულებდა ნატოს ასე თქვა დასახდენს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკა, ხო? საერთოდ ამერიკულ სტრატეგიებში არის რამოდენიმე მიმართულება, ერთ-ერთი მიმართულება არის აი მულტილატერალური საერთაშორისო სისტემის ფორმირება და რას ნიშნავს? იერარქია იქნება ორსაფეხურიანი, პირველი იერარქია ყველაზე მაღლა მდგომი შეერთებული შტატები და შემდგომ რეგიონალური ლიდერები და ამერიკელებისათვის თურქეთი ეს არის ეს სტატუსიც კი აქვს. ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი რა თქმა უნდა. მათი კარიბის კრიზისის დროსაც კი გამოჩნდა 60 წელს. კი, თურქეთი არის რეგიონში რეგიონალური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ნატოს ინტერესებს ატარებს რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ყველაზე იოლი ფორმა რუსეთის დაშლისა ეს არის თურქეთის შემოყვანა ამ ხარკლენდის გასანადგურებლად, ამ სამხრეთ მიმართულებაზე. და შესაბამისად თურქეთზე დარყმობით ამ გეოპოლიტიკური სტრუქტურის რაც არის სამხრეთ კავკასიაში ამიცვლება. საიდანაც ზუსტად აქეთკენაც მიდის ეს გეოპოლიტიკური ნაბიჯები, რასაც ერდოგანი დგამს. და რა მიზანია, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენია თურქების ჩასახლება, თუნდაც უმეშლება ეს თურქები. აქვე აი პატარა რეპლიკა ამ სოციალურ ქსელში ვაკვირდები ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით. ოდითგან რაც ეს საკითხი დადგა, სულ იყო ამაზე მსჯელობა, როგორ არის სწორად მათი დასახელება, რომ არსებითად უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. გასაგებია, რატომ ამბობენ, რომ ვიღაცა საქართველოში შეცდომაში არ შევიდეს მათ წარმომავლობასთან და ასე შემდეგ და რაღაც. უკვე თვითონ სხვა პლასტშია ეს პრობლემა გადასული. თურქ მესხს დაუძახებ, მესხეთელ თურქს დაუძახებ, ანატოლიელ თურქს დაუძახებ. თურქს ახისკიდან დაუძახებ თუ ახისკელ თურქს უკვე ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ვისაც ესმის ეს საკითხი, აი სოციალურ ქსელში უბრალოდ ვაკვირდები გამოხმაურებებს, უბრალო რიგითი მოქალაქეების ძალიან ისეთი აჟიტირებულად ცდილობენ დაამტკიცონ რა არის უფრო მართებული სახელწოდება ამ ხალხისთვის. აქ მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის უკვე არსებითად არ აქვს მნიშვნელობა ამას. აქ არის კონკრეტული გასახლებული ხალხის რეპატრიირებაზე საუბარი. ანუ ჩვენ ეს ხალხი უნდა დავაბრუნოთ თუ არ უნდა დავაბრუნოთ. ერთადერთი ეს არის აქ. ოდითგანვე კავკასიაში ხალხების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას დიდწილად განაპირობებდა რა მათი კონფესიური კუთვნილება. ჩვენ ქართული მართლმადიდებლები ორიენტაციას ვახდენთ ბიზანტია რუსეთის მიმართულებაზე. ხოლო ის მუსლიმური მაცხოვრებლები, რომელიც ამ ისლამის კონფესიის წარმომადგენლები იყვნენ, მათი მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტი გახლავთ სპარსეთი და ოსმალეთის იმპერია. ამ შემთხვევაში თურქეთი ირანზეა საუბარი, ხო? შესაბამისად, ესეც გეოპოლიტიკური პროექტია, რათა თურქეთის გაძლიერება მოხდეს და მთელი ამ საუკუნეების მანძილზე, საქართველოს სომხეთის, ესე ვთქვათ, ასეთი გეოგრაფიული განლაგება მათ ხელს უშლიდა პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინათ მათ მუსლიმ ძმებთან, ასე ვთქვათ, ხო, შუა კავკასიაში თურქებს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული ამოცანა მათ პირდაპირი სახმელეთო კავშირი კონდეთ აზერბაიჯანთან და შემდგომში ცენტრალურ აზიასთან. ერთ-ერთი გიორგიმ კარგად ახსნა, რომ ერთ-ერთი მიმართულება ზანგეზური ფაქტობრივად უკვე ჩაეშვა ეს პროექტი და მეორე პროექტი იქნება ეს. ხა თქვენ გვავიწყდეს ყარსი ახალ ქალაქი. კი, რა თქმა უნდა. მაგას მოაყოლა ზუსტად თავის განცხადებით. შეხედეთ, სანამ დაიწყებოდა მსჯელობა ზანგეზურის კორიდორზე და იქაც რასაკვირველია, საუბარი არის როგორც სამანქანე მაგისტრალების შენებლობაზე, ასევე სარკინიგზო მაგისტრალის. იქ რკინიგზა არსებობდა თავის დროს. სანამ საბჭოეთის დროს, აი მეღრის მიდამოებში სომხეთიდან როდის გადადიოდა ნახჩევანში. და მერე ეს მოიშალა, დაშალეს, თვითონ სომხებმა დაშალეს რკინიგზა, გაიტანეს, გაწიკეს, მაშინ როგორც საქართველოში მიდიოდა ამ ფერადი მეტალების თუ ხარისხიანი ამ ფოლადის ჩაბარება, მაშინ იქნა დაშლილი ეს რკინიგზა. მაგრამ სანამ ეს ზანგეზურის კორიდორის თემა წამოიჭრებოდა, მანამდე აზერბაიჯანელებმა, ანუ უბრალოდ ოფიციალურმა ბაქომ დახარჯა დიდძალი თანხა, N რაოდენობის თანხა
და განახორციელა პროექტი ყარსი ახალქალაქი. ანუ თბილისი, ბაქო, თბილისი, ყარსი. და უკვე ორივე მხრიდან სომხეთის ჩრდილოეთით და სომხეთის სამხრეთით წრედი იკვრება. ახლა მთავარი საკითხი არის რა მოყვება რკინიგზის მაგისტრალებს, რომლებიც ასე ხრიოკ ადგილებშია, ჭირდება მაქსიმალური მობილიზება თუნდაც მუშახელის. აი მაგალითისთვის მოვიყვან, რატო იყო სამტრედია თავის დროზე განვითარებული საკვანძო ცენტრი, სარკინიგზო ცენტრი. ვინაიდან იქ იყო მთელ სამიერკავკასიაზე ძირითადი გამანაწილებელი სარკინიგზო მაგისტრალი და ხაზები. და ქალაქი იყო საკმაოდ მოსახლეობითაც და პოპულაციითაც განვითარებული. სამტრედიაზე მაქვს ლაპარაკი. ასევე როგორც ამ ყარსი ახალქალაქის, ასევე ამ ზანგეზურის სარკინიგზო მაგისტრალებს ბუნებრივად გაუჩნდება მოთხოვნილება, რომ მის გასწვრივ აი ამ პერიმეტრში მთლიანად იყოს ნელ-ნელა ათვისებული მუშამოსამსახურეებით, ხალხით და ადამიანებით, რომლებიც შეძლებს ამ რკინიგზების გამართულად მუშაობისთვის იყოს იქ ადგილზე. კი ბატონო, მოდი მე გავაგზელებ. ხო, და აი საქმეც მაგაშია, სწორად ახსენეთ, რომ სულ ალყაში ერთი მხრიდან ეცევა სომხეთი და მეორე მხრიდან ჩვენს ვექცევით. ხო, მათი მიზანი რა არის? ხა სამცხე ჯავახეთში რომ დავასახლოთ ეს თურქები, იქ ცხოვრობს ქართული და სომხური ქრისტიანული თემებია, ხო? მოხდება შევიწროება. მე დარწმუნებული ვარ სომხებსა და მათ შორის დაპირისპირება იქნება წმინდა საყოფაცხოვრებო დონეზე და შესაბამისად ან დიდი ხელშართული ბრძოლა გაიმართება მათ შორის, შესაბამისად ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტი თურქეთს ეძლევა შესაძლებლობა ჯარები შემოიყვანოს თავიანთი თანამოძმეების დასაცავად საქართველოს. დაიცვას ეკონომიკური ინტერესები. ეკონომიკური ჩრდილოეთ კვიპროსში როგორც განახორციელდა. ზუსტად, მასე მოხდა ჩრდილოეთ კვიპროსში. ზუსტად იგივე განახორციელდა შესაბამისად. ქვემო ქარში მის მეზობლად არის აზერბაიჯანული მოსახლეობა კომპაქტურად დასახლებული, როდესაც პირდაპირ საზღვარი აქვს აზერბაიჯანთან. მათ სურთ სახმელეთო დერეფნის შექმნა ამ თურქების ჩამოსახლებით. სამცხე ჯავახეთი თურქებით, ეგრეთ წოდებული თურქიმესხები, შემდგომ აზერბაიჯანელი ქვემო ქარში მცხოვრები აზერბაიჯანელები და პირდაპირ საზღვარი იმასთან რა ქვია აზერბაიჯანთან. შესაბამისად რა თქმა უნდა, მათ ეძლებათ ორი მიმართულებაზე სვლა. ერთი აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულება, რასაც ჩაკეტილი ჰქონდათ თურქებს და მეორე ცენტრალურ აზიისკენ, თავისი მოძმე თურქი ხალხების მიმართულებით. აი რაც შეეხება საქართველოს ცუდად აჭარაში პრობლემები შეიქმნება ერთი, სამხრეთ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეიქმნა. სხვათა შორის აფხაზეთში ძალიან გააქტიურებულები იყვნენ ბჟანიას გაგდება რომ მოხდა იმიდან რა ქვია. ეს აფხაზური თურქული სპეცსამსახურების მოწყობილი იყო ყველაფერი, თუმცა ბოლომდე ვერ გათვალეს და რუსეთმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და შესაბამისად ის ორთაბრძოლა თურქეთთან, რაც აფხაზეთში მოხდა, ამ ეტაპზე მოუგო ყოველ შემთხვევაში. და ახლობით იგივე ვითარება მიმდინარეობს დღეს საქართველოშიც. რა ხდება საქართველოს სულ ალყაში მოექცევა? ანუ ორ იმას გამოიწვევს, ამ ქართული მართლმადიდებელი არის აღმოჩნდება კუდომის პროცესში. ან მეორე პროცესი მოხდება მისი ასიმილაცია და გათურქება, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად პრეცედენტები არის, კი ბატონო. რაც ეს გამოიწვევს რას? პირდაპირ კონტაქტს ჩრდილოეთ კავკასიასთან. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან კონტაქტი ეს გამოიწვევს მათი მხრიდან უკვე ორიენტაციას თურქეთისკენ და ეს ეტაპობრივად რუსეთის ფედერაციაში დაშლის და ტერიტორიული რღვევის პროცესებს გააძლიერებს. შესაბამისად ეს არც რუსეთის ინტერესებში შედის და მე არ მგონია ამის რეალიზაცია თურქეთმა შეძლოს. ვინაიდან პირდაპირ ვამბობ კიდე სამხრეთ კავკასიის კონტროლზეა დამოკიდებული რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა. სამხრეთ კავკასიის კონტროლი, ვისაც არ უნდა გკითხოთ ნებისმიერ გეოპოლიტიკის სპეციალისტს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ვინც სამხრეთ კავკასიით არის დაკავებული. სამხრეთ კავკასიის კონტროლი დამოკიდებულია და ნაწილობრივ ცენტრალური აზიის საქართველოს სამხედრო სტრატეგიული კონტროლის დამყარებაზე. თუ საქართველოში ვინც მოახდენს სამხედრო სტრატეგიულ კონტროლს, შესაბამისად ის აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას მთლიანად და შესაბამისად ნაწილობრივ მისი კონტროლი გადადის ცენტრალურ აზიაზე. დასავლეთ მიმართულებიდან. მე არ ვიცი ახლა ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს.
ხო, წინასწარ ხო არ იყო ხო პირდაპირ ხო შეთანხმებული ტექნიკური ჯგუფები ხო ამზადებენ ამ შეხვედრებს. იმის განცხადება ხო შეჯერება ხდება ამ განცხადებების რა. ეკონომიკის მინისტრთან იყო შეხვედრა მისი თურქი კოლეგის თუ გახსოვთ. მანამდე სანამ პრეზიდენტის ვიზიტი შედგებოდა თურქეთში. კი ბატონო. და იქ გაიჟღერა ასევე ანაკლიის საკითხი. ანაკლიის საკითხი. ანუ როგორ უცებ თურქებს დაესიზმრათ და აქ საუბარი იყო ჩინელების ჩართულობაზე, იქ ამერიკელების ინტერესებზე და აქ უცებ თურქებმაც წამოჭრეს საკითხი ხო ჩვენ გვახსოვს ტრამპი რომ მოვიდა პანამის არხზე რა ამბავი ატყდა ხო ჩინელები სარგებლობდნენ და შესაბამისად სანამ მასზე კონტროლი არ დაამყარა მანამდე არ მოისვენა ტრამპი დაახლოებით იგივე სიტუაცია იქნება სამხრეთ კავკასიაშიც აქ არის ორი დერეფანი ერთი არის ზანგეზური მეორე შუა დერეფანი რომელიც საქართველოს გადის თქვენ ახსენეთ ბაქო თბილისი ყარსი შესაბამისად ორივეს კონტროლი თურქეთის ხელით სურთ შეერთებულ შტატებს და ეს რას ნიშნავს როდესაც მიდის ასეთი მალე დაიწყება უკრაინის კონფლიქტი თუ მორჩა ჩინეთზე ზეწოლა დაიწყება მაგრამ შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამისად ამ არტერიას ეკონომიკურ არტერია ჩინურს ყველაზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული ხო მის ტვირთების აქედან გადინებით ევროპაში შესაბამისად ამ არტერიის კონტროლსაც აიღებს თავის თავზე თურქეთის მეშვეობით შეერთებული შტატები რასაც თურქეთს ექნება ამ სტოპ კრანის რა თქმა უნდა ამით მოახდენს ჩინეთზე ზეწოლას და გარკვეული მანითავიანტი საკუთარი გეოპოლიტიკური манипуляციებისთვის ამ სამხრეთ კავკასიის და ამ ორი დერეფნის გამოყენებას მე არ ვიცი ახლა აი ჩემი გეოპოლიტიკური ლოგიკით რასაც მე გეუბნები აქ სერიოზული ორთაბრძოლა გაიმართება და გეოპოლიტიკურ ორთაბრძოლაზე მაქვს საუბარი და შესაძლოა მომავალში სამხედრო დაპირისპირების სახეც კი მიიღოს რუსეთსა და თურქეთს შორის მე გეოპოლიტიკურ ლოგიკას მივყვები მეც არაფერს რუსეთი საქართველოს არ დათმობს ვინაიდან კიდევ ვიმეორებ ეს არის რუსეთის საქართველოზე გადის რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა ეს დაიმახსოვროს უყველა და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებას, ვინც ამ ნაბიჯებს განან თურქებთან მიმართებაში. კი ბატონო, გიორგი თქვენთან გადმოვალ ახლა საკმაოდ ლოგიკურად აყალიბებდა პოზიციას ირაკლი, გასაგებია, პროფესიონალია, თუნდაც ამ სფეროში, ხარისხი აქვს დაცული პოლიტოლოგიაში, მაგრამ აქ დგება საკითხი, ნახეთ როგორი, გრძელვადიან პერსპექტივაში რაც ირაკლიმ დაასახელა, ნამდვილად ასეა. რუსეთს არ აწყობს არც კავკასიაზე, თქვათ, გავლენის დაკარგვა, არც ის, რაც ახლა ხდება სამხრეთ ნაწილში, ჩვენთან რეგიონში, ნამდვილად რუსეთისთვის, კრემლისთვის, ასე პირდაპირ თქვათ, არ არის მიზანშეწონილი, რაც ხდება. თუმცა ის დაკავებულია მის დასავლეთ საზღვრებთან არსებულ ეგზისტენციალური პრობლემის მოგვარებით, ამაზე ახლა ჩვენ გვაქვს კიდე დაახლოებით 20 წუთი გადაცემის დასრულებამდე და ვეცდებით გავშალოთ ეს თემაც, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსები საკმაოდ მოქნილად ოპერირებენ შექმნილი მდგომარეობით და ამბობენ, რომ ეს არ არის არც თუ ისე კატასტროფული ვითარებაა. აი შემეძლია მაგალითად მოვიყვანო ალექსეი ოვერჩუკის სიტყვები ვიცე-პრემიერის რომელიც ამბობს რომ თუ კი ეგრეთ წოდებული ტრამპის კორიდორი ამოქმედდა ზანგეზურის კორიდორზე ის ლაპარაკი ამაში რუსეთი ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ხედავს ეს მისი სიტყვებია ეს როგორც ჩანს მოკლევადიან პერიოდში სანამ დაიხურება ეს დასავლეთ მიმართულებით უკრაინის კრიზისი კი ბატონო, აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? მეც ესეთ კითხვა დავსვი ამას წინათ. იქნებ რუსეთს აწყობს კიდეც რაც ხდება, თუნდაც აი ეს ერდოღანის განცხადება აქვს თურქი მესხების დაბრუნება. გამოხმაურებებში უნახე რომ ხალხი დაგეთანხმებით თქვენ და მესმის თქვენ რასშიც ვერ მეთანხმებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეა, ვადასტურებ. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს არ აწყობს რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ უფრო სიღრმისეული ანალიზი რო გავაკეთოთ რუსეთისთვის ისეთივე ეგზისტენციალური პრობლემა არის სამხრეთ საზღვრებთან მისთვის სიმშვიდე. ირაკლიმ თქვა, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, თურქეთს შეუძლია საკმაოდ კარგად манипуლირება ამ ნატოს წევრობით. მაგრამ რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს თავქარიანი გამოხტომები LGBT-ს, დასავლეთის აი ესეთი ფუტურისტული აზრების შეიძლება ერჩივნოს აქ შრომელი და დამჯერი ხალხი რაღაც 10-15-20 წლის განმავლობაში. ვიდრე პერმანენტული გამოხტომები ქართველი ლიბერალები იქნება თუ სომეხი ლიბერალები. თურქები
აზერო თურქები პირდაპირ თქვათ, მათთვის უფრო გამჭირვალე არიან. ისინი არ წარმოადგენენ ეგზისტენციალურ პრობლემას ამ თვალსაზრისით. არ ექნებათ გენერირება ამ დასავლური მიდრეკილებების. ანუ ხომ მიმიხდით მე რის თქმას ვაპირებ. გასაგებია ბატონო დავით, საინტერესო კითხვა არის და მოკლედ უპასუხებ ამ კითხვას და მე შემდეგ ბატონი ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით რომ გავშალოთ ეს საკითხი საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. ესე იგი თურქების ჩამოსახლება და ის რაც ბრძანა ბატონმა ირაკლი აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში რომ ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე საქართველოსთვის და რაც მეც განმეორდი. ესე იგი რუსეთთვისაც ასე ვთქვათ საკმაოდ ისეთი ძალიან საფრთხის შემცველი არის მისი სამხრეთის საზღვრებთან იქიდან გამომდინარე რომ 90-იანებში რაც კონფლიქტები იყო ზუსტად თურქეთიდან მოდიოდა იგივე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ბოევიკების მომზადებისა და ასე შემდეგ და შესაძლებელია იმ ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს თუ რაც ქვიათ შემოყვნენ ასევე ბოევიკებიც და აქ მოაწყონ დესტაბილიზაცია ხო ამის საფრთხეც არის ამიტომ აქ აბსოლუტურად თანხვედრი არის საქართველოსა და რუსეთის ინტერესები, ხო, რომ არ უნდა შემოვიდნენ აი ეს თურქი მესხები. ბოევიკებში ვინც იგულისხმეთ, თუ თურქ მესხებზეა საუბარი, თურქეთში არის ესეთი ორგანიზაცია რუხი მგლები. კი ბატონო. ხო და აი ამ რუხ მგლებს თავის დროზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში აი ბატონი ჟირინოვსკი რომელზეც ხშირად არის საუბარი. ხო და მან გადასარევად იცოდა თურქული ენა, მაღალ დონეზე იცოდა, აღმოსავლეთ ცოდნეობის დოქტორი იყო და არაერთხელ დადასტურებული ფაქტებით ის თურქეთშიც კი გადადიოდა და ხვდებოდა ამ რუხი მგლების მესვეურებს, ასე ვიტყოდი. ხო, შესწავლის მიზნით კი ბატონო. საკმაოდ ცნობილია რითი სუნთქავს თურქეთი, ასე მოდით ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა, ეს 10 ომი იყო და ძალიან კარგად აქვს შესწავლილი მათი მიზნები და ისიც კარგად იციან, რომ თურქეთის უკან ისტორიულად იდგა ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც თურქეთს იყენებდნენ როგორც პროქსი ომის საწარმოებელ ტერიტორიად და სამხედრო მანქანად, ხო? ნუ ეს საკითხი რომ დახუროთ ყველაფერი გასაგებია, ეს დაუშვებელია და იმედია საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს და იმის ნაცვლად რომ ანკარაში გაიმართოს შეხვედრები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უნდა გამართონ შეხვედრა მაგალითად მოსკოვში, თბილისში, თუნდაც სოხუმში, თუნდაც მინსკში, ხო და გაიმართოს, ანუ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, რასაც ჩვენი პარტია უკვე რამდენიმე თვის წინ რაც დაიწყო და აღარ განმეორდები რომ ესე იგი შეიქმნა თავისუფალი ტრიბუნა, გაერთიანება და ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება დღეისათვის უკვე 140,000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვილი და ნუ ალბათ სექტემბრისთვის იქნება კონფერენცია, რომლის შედეგადაც ჩვენ განვაცხადებთ და მიმართავთ საქართველოს ხელისუფლებას დაიწყონ პირდაპირ დიალოგი იქიდან გამომდინარე რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა და ეს 140,000 ასე ვთქვათ, ზედაზღვარი არ არის მოგეხსენებათ, ჩვენ ანუ მოსახლეობის ძალიან უფრო მეტი ნაწილი არის მომხრე, მე ვფიქრობ მილიონზე მეტი ამომრჩევლის მოთხოვნა არის. ნუ ეს სარკე თემა არის, ამაზე ახლა საერთო დრო არ ყოფნის სასაუბროთ ესე იგი ყველაზე მეტი რაც საინტერესებთ დღეისათვის საქართველოსში და არა მარტო ეს არის ვლადიმერ პუტინის და ტრამპის შეხვედრა მოგეხსენებათ ტრამპს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები თუნდაც საგარეო ვალი შეერთებული შტატებისა დღეისათვის უკვე 37 ტრილიონზე ავიდა მიუხედავად იმისა რომ წლის დასაწყისში 35 ტრილიონი იყო 2 ტრილიონი დაემატა ხო ეს კატასტროფულად ზრდადი ვალი არის, რაც მიუთითებს ეკონომიკურ კრიზისზე შეერთებულ შტატებში. ასევე პოლიტიკურად ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს ტრამპს იქიდან გამომდინარე რომ რაცაც დაპირდა არა მარტო შტატებს, არამედ სოფლიოს რომ დაამყარებდა მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში და ასე შემდეგ ის ვერ ახორციელებს ამას და ალბათ ამიტომ იძულებული გახდა რომ ესე იგი ივლისში 14 ივლისს თუ არ ვცდები ულტიმატუმით მიემართა ვლადიმერ პუტინისთვის და შემდეგ უკვე ეს ულტიმატუმი ანუ სანქციებს უკავშირდება ეს ულტიმატუმი და შემდეგ უკვე 10 დღეზე დაიყვანა
და ამას მოყვა უკვე უიტკოფის ტრამპის სპეცწარმოადგენელის ვიზიტი მოსკოვში და იქ უკვე შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და ზუსტად ამას მოყვა, ესე იგი, ძალიან მოკლე ვადაში დაანონსება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრისა ალიასკაზე. Ну, რატომ მოხდა ახლა ალიასკაზე იქ სხვა საკითხი არის, იქ განიხილებოდა გაერთიანებული ემირატები და იქნა გამომდინარე, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი არის და იქ არ არის უსაფრთხო გადაფრენა სიტყვაზე. ალიასკა შერჩეული იქნა ყველაზე უსაფრთხო ადგილად. და ესე იგი განიხილება ძირთადად საკითხები, რომელიც იქნება განხილული, რაზეც საუბარი მიდის საექსპერტო დონეზე, ჟურნალისტებიც აცხადებენ, პოლიტიკოსებიც, რომ ეს იქნება პირველ რიგში ბირთვული უსაფრთხოების საკითხები, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო რამდენიმე წელია ზუსტად ამ საკითხზე მიდის საუბარი, ბაიდენიდან დაწყებული, როდესაც ცხადებოდა ბირთვულ ომზე და ასე შემდეგ, ანუ მილიტარისტული ნაწილი დასავლეთისა, ისინი ზუსტად აი ამ ესე კონფლიქტების ესკალაციას ბირთვულ ომამდე ზრდიდნენ, თამასას წევდნენ აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკისა და გაუგებარი, ასე ვთქვათ, მიზნებით. ისინი ცდილობდნენ, რომ ასე ვთქვათ, დაშინების შანტაჟის პოლიტიკა განეხორციელებინათ, რაზეც ვლადიმერ პუტინის ძალიან მკაცრი პასუხი მიიღეს და მათ შორის ტრამპიც მიხვდა, რომ ულტიმატუმით საუბარი არ გამოვა და დიდი ალბათობით მისივე თხოვნით იქნა ეს შეხვედრა დაორგანიზებული. შეხვედრის ბოლოს იგეგმება ერთობლივი კონფერენცია და გაჟღერება იმ საკითხებისა, რაზეც იქნება შეთანხმება მიღწეული და ამავე დროს, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და ეხლა უკვე კავკასიასთანაც დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ალიევსა და პაშინიანს შორის მოხდა ეს ზანგეზურთან დაკავშირებით და მემორანდუმიც გააფორმეს, ამბობენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ უფრო მემორანდუმი გაფორმდა და რა თქმა უნდა საქართველოს ხო იქნება განხილული და ჩვენ ამას ძალიან ველოდებით, ალბათ ხვალ დილით უკვე გაჟღერდება, ну საქართველოს დროით 11 საათზე დაიწყება შეხვედრა და დილით უკვე გვეცოდინება ამ შეხვედრის შედეგები. ძალიან საინტერესო იქნება ის, რომ ესე იგი ამის პარალელურად, ესე იგი დღეს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით და ისინი აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ მიიღეს კანონი 2024 წლის ასე ვთქვათ, ანგარიში არის და რომ საქართველოს მხარემ მიიღო, ესე იგი, ოჯახის დაცვისთან დაკავშირებით კანონი, ანუ LGBT პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებითო, შემდეგ ესე იგი, გამჭვირვალეობის კანონი, ანუ აგენტურას დაფინანსების გადაჭრის კანონი და ასევე კიდე რამდენიმე მათ შორის დაასახელეს, რომ მედია იზღუდება და ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება, ანუ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ კონფლიქტში შემოდის უკვე საქართველოს ხელისუფლებასთან, ხო? მიუხედავად იმისა, რომ აქედან ცხადება მესიჯები, რომ აღადგინონ სტრატეგიული ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის მხარემ შარშან გააუქმა. და ესე იგი, ამას მოყვა ის, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიავოლსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს არ არის ობიექტური ანგარიშები. ანუ კონფლიქტში შედიან უკვე შეერთებული შტატების უმაღლეს ხელისუფლებასთან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ამავე დროს იგივე თურქეთში რაც მოხდა, ხო, ანკარაში რაც გაცხადდა, ერდოღანმა რასაც მთელი გადაცემა ვისაუბრეთ, ერდოღანისგანაც წნეხი არის. ანუ შეერთებული შტატებისგან წნეხია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თურქეთიდან წნეხი არის, ანუ ეს ბრიტანეთური ხაზი არის და ევროკავშირიდანაც წნეხი არის, ხო? და საქართველოს არ აქვს სხვა გზა იმისა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან დაიწყოს, დაალაგოს ურთიერთობები, დაიწყოს პირდაპირ დიალოგი და რაც წეღან დასაწყისში თქვი გადაცემისა, რომ ეს ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საქართველოს დაამყაროს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები ყველა დონეზე აბსოლუტურად, უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეკონომიკური, მით უმეტეს, რომელიც ესე იგი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს უპირველესი
ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი და იქიდან უნდა მიიღოს მაგალითად ქართველმა ბიზნესმენმა, ნებისმიერმა მოქალაქემ დივიდენდები, ხო? ეს აუცილებელია ეს ნაბიჯების გადადგმა და ეს წნეხი უკვე ვიწროვდება. Აი ეს სამი რაც დავასახელე შტატები, ევროკავშირი და თურქეთი აძლიერებენ წნეხს. იქიდან გამომდინარე რომ მათ ძალიან სერიოზული კრიზისი აქვთ. არა მარტო შეერთებულ შტატებში, რაც თქვი, აი ბატონმა ირაკლიმაც ბრძანა, რომ თურქეთში არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. არ ვიცი, ინფლაცია შარშან იყო სადაც 50%, ეს კატასტროფა არის. დღეს თუ არ ვწევი 45% არის. ეს არის ძალიან სერიოზული ბერკეტი იმისათვის, მაჩვენებელი იმისა, რომ ერდოღანს ძალიან ცუდად აქვს საქმე და ასეთ ნაბიჯებს დგავს. და ჩვენი საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან კაცრი და ხისტი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ჩვენი პარტნიორი ჩვენს რეგიონში, ხო? რაც იყო ჩვენი ისტორიული არჩევანი. და მოსკოვსა და თბილისს შორის უნდა დაიწყოს დიალოგი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ არ ვიცი ეს ზოგს ესმის, ზოგს არ ესმის და აუცილებელი ამაზე ხშირად ვისაუბროთ, დეტალურად აუხსნათ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადადგას ეს ნაბიჯები და გამოიყვანოს ქვეყანა აი ამ კრიზისული სიტუაციიდან. კი ბატონო, საინტერესოა პრინციპში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამაზე, ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს და რომ არ შევყონდეთ ამ თემით, მოდით ირაკლი განვიხილოთ ახლა ეს საკითხი, რომელიც მართლაც ახლა ყურადღების ცენტრშია. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალიასკაზე, დიდი მithქმა-მოთქმა მოყვა ამასაც. განსაკუთრებული ისტერიკა და პანიკა შეინიშნებოდა დასავლურ მედიაში, ევროპულ მედიაში, დავაზუსტებდი. რადგან არ აქვს ევროპას ის პოზიცია, რომელიც თუნდაც აქვს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან რუსეთს. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში. ახლა მაქსიმალურად ცდილობენ მხარი დაუჭირონ ზელენსკის პიროვნულად, ახლა ნახეთ გერმანიის კანცლერიც რო იდგა ზელენსკის გვერდზე, ზელენსკის სხვათა შორის ძალიან მისი სახის გამომეტყველება და ეს უნებლიე მოძრაობები სახის კუნთების ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს, ეს ბოლო კადრები რაც იყო, ისედაც რაც იყო ეს კითხვები მასთან, მაგრამ ახლა უფრო პირდაპირ მანიშნებელია შესაძლოა დამოკიდებულებაზე, მაგრამ რა ეშველებათ ამ საცოდავებს, აქ იგულისხმება ეს ევროპელი ლიდერები და თავად ეს ზელენსკი, როდესაც ტრამპი და პუტინი შესაძლოა მოახერხონ მართლაც აი შეთანხმება გარიგება როგორც ტრამპი ზელკა ხო ხშირად ამბობს ახსენებს ამ შესაძლებლობას. არა, ძალიან საინტერესო თემაა და მე ცოტა ისე უყურებ ამ განსხვავებით, მე ყოველთვის როცა ასე დიდი კონფლიქტები მიდის და საერთაშორისო სისტემაში ხდება ტრანსფორმაცია, ყველა ერთ წყობიდან მეორე წესრიგზე გადასვლა, ერთ წესრიგიდან მეორეზე, სამით კონფლიქტის გაჩერება თუ არ გაჩერება, მე ყოველთვის ზომავ ძალთა ბალანსებიდან გამომდინარე. მე ყოველთვის ვიზაღდი ამ სტუდიაში, რომ ეს ზოგი მეკამათებოდა ჩემი ახლობელი მეგობარი, არა ერთი ნაწილი მეკამათებოდა რუსეთს მოუწევს დათმობა და უკან საერთოდ გაიყვანონ ჯარები, მეორე მეკამათებოდა კიევს აიღებენ და ლამაშამდე ჩავა რუსული არმია, თუმცა ძალთა ბალანსებით იზომებას ყველაფერი საერთაშორისო ურთიერთობებში და არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებში, ზოგადად პოლიტიკაში. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს კონფლიქტი უახლოეს პერიოდებში დასრულდება. არც რუსეთს შესწევს უნარი წინ წაიწიოს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. კი, ცოტა რაღაცა წინ სვლა აქვს, თუმცა აი გლობალურ ფართო მასშტაბზე აქვს საუბარი, ასე არც რუსეთს შესწევს, ვინაიდან მის წინააღმდეგ რეალურად ვთქვათ, რომ ნატო იბრძვის უკრაინელების ხელით. და არც უკრაინას შესწევს და არც ნატოს ასე რომ ვთქვათ და იმდაგვარი დახმარება გაუწევს რომ რუსული არმია გაყარონ დღეს არსებულ იმ ტერიტორიებიდან სადაც რუსული არმია დგას. შესაბამისად ორივე მხარე პლუს ამას რუსეთისთვის უკვე სამხრეთ კავკასიური პრობლემატიკა შემოდის და შესაბამისად არსალია მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ერთი მიმართულებით დაკავდეს. და ორ ფრონტზე როგორც გამოჩნდა, შეიძლება ახლა საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებთან მიმართებაში მან გარკვეული
სამხედრო ის დაძლიოს, თუმცა მაინც ძალიან რთულია ორ ფრონტზე ომი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო გლობალური პრობლემა აქვს. ერთის რუსეთს ებრძვის დასავლეთ მიმართულებაზე რუსეთისთვის, მეორე ჩინური პრობლემა გაჩნდა. ჩინეთის დასუსტებას. და მესამე ასევე შიდა აუდიტორია. კი ბატონო, შესაბამისად ორ ფრონტზე ჩანს, ერთსაც გაუჭირდება ბრძოლა და მეორესაც. მე აქედან გამომდინარე ბალანსებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ დიდწილად მე ვარაუდობ, შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, თუმცა დიდწილად ვთვლი, რომ შეთანხმდებიან კონფლიქტის გაყინვაზე. რაც შეეხება ევროპელებს და უკრაინელებს ზოგადად, გამოჩნდა ბოლო პერიოდიდან მაინც საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო სისტემებში, სოფლიო პოლიტიკაში მთავარი მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, ბერკეტი, მექანიზმი სოფლიო პოლიტიკის არის ძალა. და სამხედრო თვალსაზრისით ყველა ძლიერი სახელმწიფოები არიან რუსეთი და შეერთებული შტატები. ესენი გადაწყვეტენ ევროპის და სხვა ქვეყნების ბედსაც კი. შესაბამისად ეს ევროპელები დარჩებიან ხახამშრალი. ცოტა ახლა ტონის დაუწიეს, ეს დღეს ვკითხულობდი ინფორმაციებს და ვერაფერსაც ვერ იზამენ, თუ მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან რუსები და ამერიკელები, შესაბამისად დასრულდება ეს კონფლიქტი. თქვენ წარმოგიდგენიათ და იმიტომაც კი ბატონო, თქვენ წარმოგიდგენიათ ხარ, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური და სამხედრო დახმარება არ იქნება, ევროპელები მზად არ არიან უკრაინას დაეხმარონ, შესაბამისად უკრაინას საერთოდ დაკარგავენ უკრაინას. რუსეთს შესწევს უნდა არის ამ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს დახმარებას, მთლიანი უკრაინის ოკუპაცია მოახდინოს. და ამის შიში განაპირობებს ამ იმას, რა ქვია. რაც შეეხება რუსეთის თემას, თქვენ წარმოგიდგენთ რა მოთხოვნა აქვთ რუსებს? რა მოთხოვნა აქვთ? დონბასის დათმობა, მთლიანად. და რატო? ხა ბევრს ფიქრობს იქ რაღაცა ტერიტორია და მიწასურს იმას, რა ქვია. თუმცა დონბასში პაკოვსკიდან იქ იმამდება, კრამატორსკამდე, ისეთი გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე, ისეთი თავდაცვითი ზღუდეებია გაკეთებული, ფაქტობრივად ძალიან გაუჭირდა რუსეთს გადალახვა, ნელ-ნელა მიიწევენ, ახლა გუშინ 20 კილომეტრიანი მარშბრასოკი ჰქონდათ. ერთ მიმართულებაზე, ერთ მხარეს მიმართულების. მათ სურთ რა ეს გადალახონ, ამის შემდეგ, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მთლიანი ისეთი რელიეფი არ არის ამ დონბასის მერე, რომ რაიმე ისეთი თავდაცვის ზღუდეების შექმნა, რაც რუსულ არმიას გააჩერებს. შესაბამისად, რუსეთი ამ ნაბიჯით ის მომავალი ომისთვის ემზადება, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში გაიმართება უკრაინის ტერიტორიაზე ისე. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეხლა ამ ომის გაჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება, იმიტომ სულს დაკავდეს სამხრეთ კავკასია. ნიშნებიც იყო, რუსები ანალიტიკაში წერდნენ, რომ სუვალის კორიდორსაც მიხედავდნენ, რადგან იყო საფრთხე მუქარები იყო, სწორად კალინინგრადის ოლქის სადმე. კი ბატონო. შესაბამისად, ეხლა ხდება სამხრეთ კავკასიის ბედი გადაწყდება, ეხლა უკრაინის კონფლიქტის მერე. იმიტომ ამბობ, აქ სერიოზული პრობლემები შეიქმნება სამხრეთ კავკასიაში. და ახლობ 300 წლის წინანდელი გეოპოლიტიკური ვითარება ჩემი აზრით შეიქმნება იმაში. ეხლა გამახსენდა სტალინის სიტყვები, აი ჩვენ არჩევანზე, ეხლა ჩვენ ქართველების არჩევანზე. იქ ბევრი ფიქრობს ევროპის თემა დასრულებული. აქ არის ორი პროექტი, თურქული პროექტი დიდი თურანის სახით, ან ნეოსმანიზმის სახით და მეორე რუსული პროექტი, რუსული მართლმადიდებლური გარკვეულწილად მოდერნისტული პროექტი. ამას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება ქართულ ერს უახლოეს ხანებში. და მე გამახსენდა თქვენ იცით ალბათ კი დარწმუნებული ვარ რომ იცით 45 ოქტომბერში ქართულ ისტორიკოსებს ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილს შეხვდა სტალინი. მეცაც გეტყვით, მე გამოვდე დედნები ამისი და მაშინ კინწურაშვილის ცენზურამ მოშალა აბსოლუტურად არანაირი საბაბი არ ქონდათ იმისი რომ ეს წაეშალა. იქ ერთ ძალიან საინტერესო კონცეფციას აყალიბებს სტალინი. უმცირესი ბოროტების კონცეფცია, რა. That's фраза, что თავის იმაში ნიკო ბერძენიშვილს სტალინის მიერ ნათქვამი. Присоединение Грузии к России это зло, но в тех исторических условиях это наименьшее зло. Აი ზუსტად ამ პროცესების და ამ პრობლემის წინაშე დადგება ქართული ერი უახლოეს ხანებში. ეს მე არ გეუბნები 5 წელიწადში, უახლოეს, შეიძლება რამოდენი თვის მერეც კი. ამას არ გამოვიწყავთ. რაც შეეხება რუსებს აწყობს თუ არა თურქული ექსპანსიონისტური პოლიტიკა, კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, წმინდა პროპაგანდისტული თვალსაზრისით აწყობს. და რატო? აქ როცა არჩევანი დგება არა ევროპას და რუსეთს შორის, აქ არჩევანი დგება თურქეთსა და რუსეთს შორის. ისლამურ, მუსლიმანურ თურქეთსა და მართლმადიდებლურ რუსეთს შორის. აი ამ არჩევანის წინაშე, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, თუნდაც ამ ერდოგანის განცხადებამ რა რეაქცია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ეს რეაქცია მაფიქრებინებს, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია სულ სხვანაირად დასრულდება რა. კი ბატონო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი საეთერო დრო ამით ამოიწურა.
და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მე მაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრები, პოლიტოლოგები გიორგი ირემაძე და ირაკლი უბილავა. ნახვამდის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.